ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და გულშემატკივრებისგან ძალიან დიდი ინტერესის მქონე ბრძოლა MMA სამყაროში. ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. ამ ბრძოლას ჰაიპის დონით კონორისა და ხაბიბის ბრძოლას ადარებენ. ყველა სურს ამ ბრძოლის ნახვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ილიას 3 წონის ჩემპიონობა სურს, როგორც ისლამ მახაჩევს. მაგრამ ისლამი თავს არიდებს ილიასთან ჩხუბს იმ არგუმენტით, რომ იგი დაიღალა შანსების მისცემით ილიას წონითი კატეგორიის მებრძოლებისთვის. აქ მოიაზრება ალექსანდრე ვოლკანოვსკი, რომელთანაც მან ჩემი აზრით პირველი ბრძოლა წააგო, მაგრამ ამაზე ცალკე განხილვას გავაკეთებ. დაღესტანელებმა ეს წელი ძალიან ცუდად დაიწყეს. ბევრმა მათმა მებრძოლმა დაკარგა თავისი დაუმარცხებელი სტატუსი, ხოლო ქართველებმა კი პირიქით, 2025 წელს ქართველები დაუმარცხებლები ვართ. ამიტომ წამოიწია ჩვენმა პოზიციებმა წინ UFC-ში. და ილიას ხვდება ამ ყველაფერს, ამიტომაც სურს მას ისლამთან ბრძოლა ახლა. დაღესტანელებს ისეთი ფსიქოლოგიური წნეხი აქვს, როგორც არასდროს. ქართველების პოზიციები წინა პლანზეა წამოწეული, ხოლო ამ ბრძოლის შემდეგ იგი გამყარდება და დაღესტანელების ერა UFC-ში შეიცვლება ქართველების ბატონობით, რაც დადასტურდება იმით, რომ 3 წონაში ქართველი ჩემპიონი იქნება. თუ მოგეწონათ ასეთი სახის ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი.